რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოს გეოპოლიტიკას შეცვალა და ახლა როდესაც ყურადღება ამ ომისკენაა მიმართული, იზრდება ჩინეთის გავლენა. პეკინის სამხედრო სწავლებებს აქტიურად ახორციელებს რუსეთთან ერთად. მოდით ვნახოთ 2024 წელს ეს სწავლებები. მარტში რუსეთმა და ჩინეთმა საზღვაო წვრთნები გამართეს ინდოეთის ოკეანეში. ივნისში ერთობლივი სახმელეთო სწავლება გაიმართა. ივლისში ჯერ წყნარ ოკეანეში ჩატარდა წვრთნები, შემდეგ კი საზღვაო სწავლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და საჰაერო ძალების წვრთნები ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში. სექტემბერში სამჯერ გაიმართა წვრთნები. ოქტომბერში პეკინმა და მოსკოვმა სამხედრო სწავლებები გამართა წყნარ ოკეანესა და ბერინგის ზღვაში. ნოემბერში კი საჰაერო წვრთნები. ამ წვრთნებამდე ერთი წლით ადრე კი 2023 წელს საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ჩინეთთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში ვკითხულობთ. 2003-2012 წლებთან შედარებით 2013-24 წლებში 5ჯერ მეტი ინვესტიცია შემოვიდა ჩინეთიდან. 1995-2012 წლებთან შედარებით 2013-24 წლებში 4ჯერ მეტი კომპანია დაარეგისტრირეს ჩინელებმა საქართველოში. 2012 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 3ჯერ მეტი იყო. იგივე 2012 წელთან შედარებით ჩინეთიდან საქართველოში 2024 წელს 12ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ექსპერტების შეფასებით კი ჩინეთთან დაახლოვება უსაფრთხოების რისკებს ზრდის.